გიორგი დანელია, მან თქვა არ არის. ალელო. რატო კაცო? უი, ცოტა დიდი წიგნი უნდა მოგვეტანა იოანესთან. ვაშა. გეგე? ეს დაძმები შევიკრიბეთ შატოვარციხეში, სადაც ვითამაშებთ სიმართლე თუ მოქმედებას. ამ ვიდეოს პირველი ნაწილი უკვე დაიდო არხზე და ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად გადახედეთ. ასევე არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ პატარა ზარისწყი ლაკი გვერდით და დავიწყოთ. ამასობაში დაგიბრუნდით მეორე თამაშით, რომელიც არის სიმართლე თუ მოქმედება. მესამე თამაში ზურგის დაწვასთან ერთად ბუხრიდან და ამჯერად დაიწყებს იოანე ალბათ და ესე მოვყვეთ, ხო? ფურცელზე წერია ან სიმართლე ან მოქმედება, რომელიც გვირჩევნია, ის უნდა გავაკეთოთ. აბა იოანე, გისმენ წაგიკითხე. ძალიან არ მინდა ადგომა, ძალიან ესეთი მწარი კითხვა უნდა იყოს, რომ ამაყენოს. ხომაღლა. წაიკითხე. დაძმებში ვინ აკეთებს ყველაზე ცუდ საჩუქრებს? ან ერთ წუთს განმავლობაში თავზე დაიბალანსე, წიგნი თუ დაგივარდება თავიდან დაიწყე. არ არის რთული დავალება იო, რავი, არ გარის საჩუქარი არ გინდა? რთული კითხვა. ასო ცუდ საჩუქარი შეიძლება უნებლიეთ გააკეთო ადამიანმა. ვიღაცა აქვს გონება. განა ისე რომ განზრახ ცუდი საჩუქარი უნებლიეთ. მაგრამ რა თქმა უნდა არ ვიტყვით. ანუ მე საერთოდ არც ვფიქრობ, იმიტომ რომ საჩუქრები ძირითადად თუ იმას ამევშუქია, ყოველთვის ნილაპარაკე. კი არა და დაიდე. ერთი წუთის განმავლობაში. კი, წავიდა იოანე, არ უნდა ჩამოგივარდეს, თუ არ და თავიდან ეწყება. უი, ცოტა დიდი წიგნი უნდა მოგვეტანა იოანესთან, მაგრამ ეგ არაფერი. აბა ბარბარე, გისმენთ ხომაღლა. ხარცულია. რა კაია. მე არ გამაცინოთ გეხო წერით. გაიხსენე ბოლო მნიშვნელოვანი ტყუილი, რომელიც თქვი, ან ოპერის სტილში იმღერე ალილო. კარგი, შენ დაიდე და შენ გისმენ. შენ დაინიშნე, ზო, არავის არ დანიშნული ვარ, კაცო, 59 რა თქმა უნდა დადებინებთ, გავსული იყო. წავიდა. ალილო. მნიშვნელოვანი მეგობრებს ვუთხარი, რომ ცუდად გძღობდი თავს და აღარ გავედი საღამოს შეკრებაზე. იმედია მეგობრებს ვუთხარი და არა სამსახურში უფროსებს. და მეძაებოდა. სამსახურში არ ამიღია შეფულება, არც მახსოვს რამდენი წელია. მაშინ გადარჩა ოპერის სიმღერას. გაგვიმხილე ყველაზე ხშირად ვის ზარებს არ პასუხობს სპეციალურად ან დარეკე შატოვარციხეს ცხელ ხაზზე და იკითხე გიორგი დანელია, მან თქვა არის სვენებს. მიდი რა. ბოდიში შატოვარციხესთან ეხავე. ახედანვე რომ ამ რაღაცას ვდგამთ. ალო, გამარჯობა, შატოვარციხეში ვრეკაო? დიახ, გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? გიორგი დანელია, მან თქვა არ არის. ბატონო? გიორგი დანელია, მან თქვა არ არის თქვენთან სტორიები ვნახე და ფოტოების გადაღება მინდა. აქვე ვართ ჩვენ. და თუ არის შესაძლებელი რომ დაგვეხმაროთ ფოტოების გადაღებაში, რომ ძალიან მიყვარს გიორგი და ჩემ მისი ფანი ვარ. ბავშვებიდან კეთეთ არის თუ არა ზუსტად. სტორიები ვნახე რომ მასში არის თქვენთან ისვენებს და ანუ არ შეიძლება მაგ ინფორმაციას გაცნო. კარგით, მაშინ იქნებ ისე მოვიდეთ და ესე შევხვდეთ გიორგის. კარგით, მადლობა. ხერხული არის. არ შეიძლება. სასწრაფოს პოლიტიკაა რომ აღმოჩნდეს. ხო. ჩვენი გავეცით რომ აქ ვარ და დავსტორეთ. ინსტაგრამზე და ამასოვა შეგიძლიათ გამოხდეთ ინსტაგრამზეც მაგრამ. ბოდიშით? ჩემი ბრალი არ არის. ესე ამოვიდა. მაიძულეს. რა მიგაჩნია შენი search history-ს მთავარ სირცხვილად? ან სახის მიმიკებით გააშარჟე თითოეული ძმა. დაძმაო. გაძმა, ხო. რა მიმაჩნია ჩემი search history-ს მთავარ სირცხვილად? ესე არ მახსენდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას search-ავ ხოლმე. როგორ YouTube-ზე search-ავს ხოლმე? როგორ დავაინსტალიროთ Windows? როგორ მოვიმატოთ ლაიქები Instagram-ზე? როგორ შევქროთ YouTube account-ი? How to change-ლა. ვიტყვით ვიდეო YouTube-ზეო, და? არა, ეგეთი არაფერი სასაწყლოს არ ვაკეთებ და არ მაქვს. ამიტომ შემიძლია არც ერთი აი მიმიკები არ გინდა, მაგრამ თუ ის სადი არ გაგიგე. აი მიმიკებს ვცდი, მაგრამ არ ვიცი გამომივა თუ არა. თამარი? იოანე? ჩო, არა. შენ აზია ხარ საერთოდ. უშენ ხარ ნულაპარაკები, გეგე? ბარბარე? აი რაღაცა ხო არის და რაღაცას წაიშუტკავებს ხოლმე. არა, ეგრე არა. ბარბარა ესე წყლერცის და გლანძღავს. ხო, ნანა? რატო კაცო? ეგ რატო კაცო? და ქრისტესია, ხა გეტყვით როგორი მოსინამდვილეში? ყველაზე ცუდი კომპლიმენტი, რომელიც შენს თავზე გსმენია, ან წინდები ხელზე ჩამოეცვი და 5 წუთი არ მოიხსნაო. რეალურად მაგალითად აი როგორ ეს რა ქვია
დასუსტებულ ხარ, ან გასუქებულ ხარ, ანუ რა კარგად გასუქებულ ხარ, რა კარგად შევსებულ ხარ. ხო, ორივეზე რა, ორივეს სულად ხმარობენ ხოლმე. ანუ წინაზე ცოტა ხნის წინ უგნახე, ანუ ცუდად გამოიყურებოდი რა. მაგრამ ეხლა კარგად ხარ. როგორ გალამაზებულ ხარო, ხო? ანუ ახლა ხინჯი იყავი და ეხლა კარგად ხარ, ბაჭო. ან ეხლა როგორ კარგად გამოიყურები? ეგ ნიშნავს, რომ წინაზე ცუდად გამოიყურებოდი. აუ, ესე კლეუზნიკები არიან ჩემი კაი, რა გინდა? კარგი, ქრისტესია. გისმენთ, ახლა გისმენთ. რა ძრავის არის შენი BMW? F10 თორემ რაღაცა გარჩენია მან. ტრენდი, რომელსაც აღყევი და დღეს ძალიან გექრინჯება. მომდევნო 2 წუთი. ან მომდევნო 2 წუთის განმავლობაში არ ახსენო 500-იანზე მეტი სიტყვა. რამდენიც გინდა იმენი ტრენდია ალბათ რომელიც ახლა გექრინჯება. მახსენდება ეს. ცეკვარო იყო. ჩემი ყველავი. რიგის აუ, მიხედვით ხო, ეგ მე ჩვენ შეგეხმარებით. ანუ რეალურად ყველა ტრენდი ეგეთია. პირველი სიბლინგი იყო. ყველა კრინჯდება. პირველი სიბლინგი იყო თუ მეორე გახსოვს ერთმანეთს წიროდგებოდით და ესე რო ვაკეთებდით რაღაც. არა, ხო. და მოდი მე 2 წუთის განმავლობაში არ ვახსენებ 500-იანზე მეტ სიტყვას. იო, ისევ შენი ჯერია, ჩემო ძმაო. მეორე წრეზეც გავიდეთ. კიდევ გითხარი რამე? ყრე? არა. რამდენი წრის ხარ? რამდენი წრის ხარ? ეხა? კი. გითხარი, ვინდა რატომ დაბლოკე ბოლოს ან ვიდეოს ბოლომდე ყველა ახლო კადრში გადიდებული ცხვირი გექნება. გადიდებული ცხვირი. ისედაც გადიდებული ცხვირი ბაქი გადიდება ვიდეო. ბიჭო, ვინ დაბლოკე მე თავი შენ დაბლოკე. ნამბარი განახეთ. გოგოები დაბლოკილი. აი, მაგას ვამბობ, გოგოებს ბლოკავ. ცხვირი რაღაცა მიზნები გამო. ეწერა მან. მოქმედება იყო, რომ ესა ცხვირი გექნება გადიდებულიო. გაწვობს? ყველა კადრ ახლო კადრშიო. გაწვობს? იყოს ახლო კადრშია გავიგე. გავუდი და ივანეს ცხვირი უწევ, ხო? გამოიძარდა. ვა, რა ხერა ცხვირი გიგიო. დაასახელი ადამიანი, ვინც შენს ცხოვრებაში აღარ არის და დააბრუნებდი. ან ადექი 10 ჯერ სწრაფად დატრიალდი ადგილზე და დაჯექი იგივე სკამზე, იმავე სკამზე. ვის დააბრუნებდი? მაგრამ შენ ხო თქვი რომ მე ვისაც უშვებო. რატო კაცო? მე ვამბობ, ვიტყვი ჩემს მეგობარს, ნუცას, რომელიც აი მეგობრები რო გყავს ხარ, წლები რო გადის არ ხედავ მე რო შეხვდები და ისევ ისე ხარ. ეგ არის, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს, ხან საქართველოშია, ხან პოლონეთში და მაგას დავაბრუნებდი. ჩემი კითხვა, ამ ოთახში ვისი ერთი საიდუმლო ცოდნა გინდა ყველაზე მეტად? ან გაითამაშე სცენა ერთ-ერთ ფილმიდან, მანამდე სანამ ჯგუფი არ გამოიცნობს რა ფილმია? კაი, ფილმს განმასახიერე და თქვენ გამოიცანით, მაგრამ ახლა ჯერ მე უნდა მოვიფიქრო რა ფილმი უნდა განმასახიერო. შენა მიგობანა. ვაუ, ტელეფონზე ლაპარაკო. მართლა? მართლა? რა ქვია? რა ფილმია? Taken. გაგვიმხილე შენი ამჟამინდელი celebrity crush-ი, ოჯახს ვერ დავანგრევ. კან გვაჩვენე რომელ აპლიკაციას რამდენი საათი ვიყენებ? არა, პირველს ვიტყვი. გვაჩვენე რომელ აპლიკაციას რამდენი საათი იყენებ? Screen time. ორივეს ვიტყვი. ჩემი celebrity crush-ი გახლავთ. ქართველი ის არა ქვია, skincare ბლოგერი თეონა ჩაჩუა. და screen time-ს რაც შეეხება, მე ძალიან მაინტერესებს. Average screen time-ი, ესე იგი, Messenger-ი 4 საათ ნახევარი, daily average-ი მაქვს 5 საათ ნახევარი, მეგობრებო. Screen time-ი daily average ბოლო კვირაში. რა აპლიკაცია შეიძლება? 4 საათ ნახევარი Messenger-ი, იმიტომ რომ საქმეებს Messenger-ით ხშირად ვაკეთებ. Instagram-ი 4 საათი და 20 წუთი, Facebook-ი 3 საათი, უიმე რა მხელა მაქვს Facebook-ი. TikTok-ი საერთოდ Facebook-ში. საათი, 1 საათი როდის ჩამოსრულა TikTok-ი, ჩემი კაი. მაგრამ ეს არის most used, ეს არ არის დღეში. კამერა საათ ნახევარი, ფოტო და WhatsApp-ი საათი და 20 წუთი. კარგი, გავიგეთ. ძალიან აინტერესებდა თამარს ეს და შესაბამისად გადავიდეთ შემდეგზე. ესეა მეგობრებო, როცა ცოლს მოიყვან, შვილები გყავს, სამსახური გაქვს, მე მოსაწყენი პიროვნება ხარ. არ აინტერესებს შენი არაფერი. და გაუმხილე დაძმებს რაიმე ესეთი, რაც შენზე არ იციან. ან მიწერე მშობელს შემდეგი ტექსტი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა და მოწერილზე არ უპასუხო. ეგ დედას არ გაუგეთო. აუ, არა, დედას რომ მიწერო ეგ, დარეკავს ყველასთან აქ ვინც არის. მოდი გავტესტო. გადამღებიანად, ლიზიანად და რავი, ყველას დაურეკავს. გავტესტოთ გინდა? არა, მოდი გითხრა. ბოლომდე არ ვიტყვი, მაგრამ ის რა ქვია, ყველას რატოღაც წარმოდგენა აქვს, რომ არასდროს შეყვარებული არ ყოლია და არასდროს ვიღაცასთან ურთიერთობა არ მქონია, ამიტომ ეგ არის. ამას არ ვარყოფ და არ სადასტურებ თუ რა ხდება? ეგ არის, რომ ბოლომდე არ ვიტყვი, მაგრამ ნანას უბრალოდ ნება ხონია. ამაზე რა სიტყვენ, დები არ იცოდი? ჩვენ სახეებით უყუროთ ეს შენ იცოდი? ჩვენ ისე ვლაპარაკობთ თვალებით. მეგობრო თამართან. ამან ვიცოდიო. ასეთ ამბავს არ ხერა საიდუმლო შენახვაში ვინ არის უძლერი? ქრისტესია.
ეს კაი ამბავი გავიგეთ. ვიდეო დასრულდება და სალაპარაკო გვაქვს ჩვენ. ხა მაღაზია თუ გავიგდელოთ, აღარ მეტყვია ალბათ. დაასახელი ახლობელი, ვინც არ იცის, რომ მისით აღფრთოვანებული ხარ. ან გააკეთე ნებისმიერი პროდუქტის რეკლამა, ზად წამიანი. ბიჭო, თქვი რომ აღფრთოვანებული ხარ ჩემი რა პრობლემა. მე დავასახელებ ახლობელს, დეიდაშვილს, მე ვარ ვალერით აღფრთოვანებული, მეგობრებო, რომ აი ესეთი შრომის მოყარე ბიჭია და რამდენი შრომობს ოჯახისთვის. აი ვალერით ვარ აღფრთოვანებული. ვალე მოკითხვები. აბლონის მატები ქრისტესიამ კარგად დაიძვირნა თავი. მოკითხვა ვალეს და ვალერის დაძმებს. რამდენი წლით დიდი იყო ყველაზე უფროსი ადამიანი, ვინც მოგწონებია? დაურეკე ნაცნობს, ან დაურეკე ნაცნობს და 30 წამი ელაპარაკე ცხოველების ხმით. მიდი რა ცხოველის ხმით, მიდი რა. მიდი რა განიკეთე. აბა, რომელი გადაწყვეტოს თვითონ, რომელი ურჩევნია? ხა მოწონებაც ისეთი არა, ეხა ძალიან სუბიექტურია. ლაკონურად ვერ იტყვი. რომელი მასწავლებელი იყო? რაც გასწავლიდა. დიოტი ხარი ვენა. რაც გასწავლიდა. უბრალოდ რომელი ლექციებს კითხულობთ? რა ლექციებს კითხულობს? კარგი, შემდეგი. გამხილე, რომელია შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ეგრევე შეცვლიდი. ან ჩატში ბოლო 5 ადამიანიდან ერთ-ერთს მიწერე, რომ წუხელ დაგესისმა. No. რას შევცვლიდი და უსახლობად. სამყარობას. ჩემი სახლი უკვე აშენებული იქნებოდა, დამშენებული იქნებოდა სამზართულიანი, დიდი ფანჯრებით და ვიცი. ხო, მაგრამ ეხა ხო არ ხარ უკვე უსახლკარო. ჯოჯოს უსახლკარო. ხო, მაგრამ ხო გაქვს. ნაკირავებია. ხო და ეხა ის პატარა ბინა იქნება, მაგრამ ეს პატარა. ეგრევე შევცვლიდი მაგას, რომ ჩემი სახლი მექნებოდა. ისე დაიწყო ბარბარემ უბრალოდ რომ უცებ მომინდა რომ ანგარიშის ნომერი დამეწერა და ჩამეეცარა. და არ არის პრობლემა, ჩემს ანგარიშის ნომერს ან ქრისტეს ანგარიშის ნომერს აღწერაში დავდევთ, მეგობრებო. ამ ოთახში მყოფებიდან ვის გარდერობს გადაყრიდი ფანჯრიდან ნანასას ან შემდეგი ჩელენჯის შესრულებამდე ისაუბრე ისე თითქოს slow motion-ი ხარ. აბა. ნანასას გადაყრიდი ფანჯრიდან. რატო? ვის გარდერობს გადაყრიდი? ნანასას გადაყრიდი. რატო გადამიყრე? იმიტომ რომ თავისას არ ხმარობს და სხვას ისმევს. ივანემ სხვის ტასაცმელს იცავს და ახლა ჩემი ხუდი აცვია. ეს ორი დაეტაკარით. შენი ხუთი რა დავარე? ჩემი იყო. ეხუდი ვისი? შენი. ვიღაცა მაჩუკა. ვინ გაჩუქა? მე რა ვიცი, ვიღაცა მაჩუკა თქვენიდან. გუგა შემოატრიალე. არა. ამ ოთახში ვისთან ისურვებდი უფრო თბილ ურთიერთობას. მიეცი ნებისმიერი ჯგუფის წევრს უფლება შენი ერთი საიდუმლო გათქვან. გიორგისთან. იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული ნებისმიერ რამეზე სიტყვას რო ამოვიღებდი, სულ ისე მკვახეთ პასუხობდა ხოლმე რომ გეგონება, ანუ დღემდე პატარა ის ვარ რა ქვია და ყოველთვის პატარა დავიქნები და ამიტომ მიყვარებს ხოლმე ყოველთვის როგორც პატარა დას და მელაპარაკება როგორც პატარა დას და მე მგონი პრობლემა არ არის. არა, ანუ რეალურადაც ეგრე არის, მაგრამ უფრო რაღაცაზე სერიოზულად რომ მინდოდა რომ დამლაპარაკება და იმ მომენტში ცოტა აგდებოდ დების დრამა ეხლა გიორგიზე გადმოვიდა. გასაგებია, მიღებულია ვეცდები რომ გავაუმჯობესოთ მეგობრებო. აბა ქრისტესია, ბოლო და სამართალი. ყველაზე უხერხული შეკითხვა, რომელიც შენთვის დაუსვამთ, ან მიეცი დაძმევს უფლებას შენი ტელეფონით დადო ნებისმიერი სტორი. ვაშა. ფერიდან გამომდინარე, ამათიშვილი ხარ? ეგ არის მოხერხული მეცინებოდა ხოლმე. ანუ ყველაზე ხერხული შეკითხვა ალბათ იყო ის რომ ხო პატარა ასაკში მეკითხებოდნენ ხოლმე ქრისტესია ეს ბიჭის სახელია და ანუ ბავშვობაში დამღიზიანდებოდი ამაზე რა. ბანაკშიც, სკოლაშიც, მე უნივერსიტეტშიც რო გავიზარდეთ, ანუ რაღაცა უკვირდათ სახელი რა ქრისტესია და ეს ბიჭის სახელია. მეთქი, რავი, აგერ ვარ. ჩაბარებულია მეგობრებო, ამასობაში. დაგვიწერეთ თქვენი კომენტარები, დასკვნები ჩვენს შესახებ. არა, არ ფირათე. ესე იგი, შემდეგი სიბლინგის ეპიზოდი რამდენ ხანში იქნება? ვიღაცა ივანე თუ თანახმა არის, იმიტომ ივანე თქვა შეიძლება მე შემდეგში აღარ ვიყო. ესე თუ ხერხული კითხვები თუ იქნება, შემდეგში აღარ ვიქნებიო. შემდეგ სიბლინგში შეიძლება უკვე თამაშების შეცვლაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გავიმეორეთ ესე თქვა და სხვა რაღაცები შეიძლება მოვიფიქროთ. აკრძლები და ისინი მოგვემატა რა და ან დიდი ვლოგი გამოვა ესე თქვა. ერთი ადამიანის ვლოგს ხო უყურებ ხოლმე გიორგი დანელიას. ეხება 7 დანელიას. 7 დანელიას ვლოგი.